როდესაც იწყება საუბარი კარმაზე, ყოველთვის ადამიანებისგან რაღაც ისეთი ემოცია მოდის, თითქოს აღიქვამენ კარმას რაღაც ისეთად ჯადოსნურად, რაღაც ფატალურად, არ ვიცი, რაღაც რომ აი ესეთი თვალები უფართოვდებათ ხოლმე, კარმულია რაღაცა ესეთი უცნაური დამოკიდებულება კარმასთან. თითქოს ის იყოს რაღაც განსხვავებული, ეს იყოს რაღაც პარანორმალური. რეალურად კარმა არის ჩვენი ქცევების შედეგი. მორჩა, წერტილი, არაფერი სხვა, არაფერი განსხვავებული, არაფერი არანორმალური, არაფერი არ არის. ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა, შედეგი თქვენი ქცევების. კარმა არსებობს ოთხნაირი, მე ამაზე მაქვს ჩაწერილი ვიდეოები. შესაბამისად, კარმა შეიძლება იყოს გამოყოლილი წინა ინკარნაციიდან, ანუ წინა ინკარნაციაში გააკეთე რაღაც ცუდი, ან კარგი. შესაძლებელია დიდი ალბათობით ხშირ შემთხვევაში ეს არის ცუდი და შესაბამისად შედეგი გაქვს ამ ცხოვრებაში. იგივენაირად შეიძლება იყოს ამ ცხოვრებაში გაქვს გაკეთებული რაღაც ცუდი და იგივენაირად შედეგი გექნება ამ ცხოვრებაშივე. შესაბამისად ეს უბრალოდ არის შენი წინაქცევების შედეგი. არაფერი კატასტროფული ამაში არ არის. ის რომ სტატისტიკურად როდესაც ჩვენ ვამბობ რომ ეს არის კარმული მოვლენა და შესაბამისად შენ ამას ვერ აცდები, ეს ნიშნავს უბრალოდ იმას, რომ ეს არის ბუმერანგის ეფექტი, რომ შენ რაღაც გააკეთე, შედეგი აუცილებლად გექნება. ანუ დაგიბრუნდება აუცილებლად, რაც შენ ცუდი გააკეთე გარემოში და რაც შენ კარგი გააკეთე გარემოში, იგივენაირად ისიც დაგიბრუნდება. შესაბამისად, ამას ვერ აცდები. არის კონკრეტული კარმული მოვლენა, რომელიც შენ უნდა გადაიტანო ზუსტად აი როგორც თმენით. უნდა მოითმინო. უნდა გადაიტანო, იმიტომ რომ ეს არის ესე ვთქვათ შენი სასჯელი. არის კარმული მოვლენა, როდესაც შენ უბრალოდ კარმა, ესე ვთქვათ, სამყარო გაძლევს გამოცდას. რომ რამდენად შენ ჩააბარებ ამ კონკრეტულ გამოცდას. ეს რუკაში არანაირად არ გამოჩნდება. გამოჩნდება კონკრეტული მოვლენა, გამოჩნდება მოვლენა რა სფეროში არის, კონკრეტულად რას ეხება, რომელ ცხოვრების სფეროს ეხება, მაგრამ არ გამოჩნდება ეს არის გამოცდა, თუ ეს არის შენი კონკრეტული სასჯელი. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ რაღაცნაირად მოვახდინოთ კორექტირება. კორექტირების ერთადერთი ვარიანტი არის საკუთარ თავზე მუშაობა. გაქცევა არ არის გამოსავალი, ემიგრაციაში წასვლა, პროგნოზის შეცვლა. ეს არის მოკლევადიანი გამოსავალი. ანუ ის კარმა ადრე თუ გვიან მაინც დაბრუნდება და ყოველთვის ვერ გაიქცევი. შესაბამისად, ერთადერთი ვარიანტი არის დამუშავება. კარმული მოვლენები ყოველ დღე ხდება, იმიტომ რომ ყოველ დღე ჩვენი ყოველი ნაბიჯი იწვევს კონკრეტულ უკავშირს, მოვლენას, ესე ვთქვათ, ბუმერანგის სახით თქვენ გიბრუნდებათ ის, რაც თქვენ გააკეთეთ და ჩვენ უბრალოდ განვიხილავთ ასტროლოგიაში კარმულ მოვლენად რაღაც უფრო გლობალური, როდესაც ხდება. რუკაში რაღაც სერიოზული კარმული მოვლენა, ეს შეიძლება იყოს დაავადებები, ეს შეიძლება იყოს კონკრეტული მოვლენა, ეს შეიძლება იყოს ქორწინება, შეიძლება იყოს ფინანსები, ნებისმიერ თემას შეიძლება ეხებოდეს. უბრალოდ როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ეს არის კარმული მოვლენა, ეს ნიშნავს, რომ ეს აქ მნიშვნელოვანია ყურადღების მიქცევა და მნიშვნელოვანია ამ თემაზე უფრო მეტად მუშაობა და რომ ეს არის რაღაც კონკრეტული გლობალური, თორე